ყველაზე მეტად გულს გვიჩუყებს ეს წარმატებული ჩვენი მომავალი თაობა. $1 მილიონ მეტი დაფინანსება ამერიკულ 7 წამყვან უნივერსიტეტში. 18 წლის იაკობ საფარაშვილი აგვისტოდან სწავლას ილინოისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში განაგრძობს. კომპიუტერული მეცნიერებები და კიბერუსაფრთხოება ეს ის სფეროა, რაც წარმატებულ მოსწავლეს ბავშვობიდან აინტერესებს. როგორი იყო წარმატებისკენ მიმავალი გზა, ამის შესახებ უფრო მეტს ნინუცა როსტიაშვილის სიუჟეტში სწორედ აი ახლა მოვისმენთ. ამერიკის გამორჩეულ 7 უნივერსიტეტში მოვხდი, როგორებიც არის UCLA, ილინოისის ტექნიკური უნივერსიტეტი ჩიკაგოში, არიზონას უნივერსიტეტი და მსგავს უნივერსიტეტებში. 4 წლის მანძილზე ჯამური დაფინანსება მოვიპოვე $1 მილიონზე მეტი. უნივერსიტეტის აპლიკაციის გაგზავნის დღიდან ჩემთვის პრიორიტეტი ილინოისის ტექნიკურ უნივერსიტეტს ეჭირა, სწორედ იმიტომ, რომ ძალიან ძლიერია კომპიუტერულ მეცნიერებასა და კიბერუსაფრთხოების განხრით. და ის ფაქტი, რომ მან ყველაზე მეტი დაფინანსება მომანიჭა სხვა უნივერსიტეტებთან შორის, უფრო აღიარებულად მაგნობინა თავი და ძალიან გამიხარდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თეორიული განათლება, არამედ პრაქტიკაც. ტექნოლოგიებთან პირდაპირ შეხება, კვლევები, რომელსაც ილინოისის ტექნიკური უნივერსიტეტი ყველაზე კარგად მომაწვდის. ყოველდღიურად მიწევს კომპიუტერთან კავშირი და კომუნიკაციები, ასე რომ კომპიუტერი ძალიან ახლოს არის ჩემთან. ასევე ძალიან მიყვარს მათემატიკური პრობლემების აღმოჩენა და ამოხსნა, ალგორითმების დალაგება. სწორედ ამას აერთიანებს კომპიუტერული მეცნიერება. ასევე კიბერუსაფრთხოების განხრით, იმიტომ მინდა წავიდე, რომ ძალიან მაინტერესებს ინფორმაციის დაცვა, რა და როგორ ხდება. საშუალო სკოლაში ვიყავი, ჩემმა დამ რომ მიაღწია წარმატებას და ჩემი და მოხდა ამერიკის ერთ-ერთ გამორჩეულ უნივერსიტეტში, არიზონის უნივერსიტეტში, რამაც მოეცა იმის სტიმული და ამბიცია, რომ მეც შევძლებდი და მეც იმ გზას გავივლიდი, რასაც შემიძლია. უდიდესი წვლილი აქვს ჩემს სკოლას შეტანილი ჩემს წარმატებაში, იმ ოლიმპიადების და კონფერენციების დახმარებით, სადაც მოვიპოვე ოქროს მედლები, გავხდი ფინალისტი, ვიყავი ვიცე-ჩემპიონი. ძალიან დიდი мотиваცია იყო ჩემთვის, რომ ჩემი განვითარება არ შემეჩერებინა და უფრო წინ წავსულიყავი და უფრო მეტი გამეკეთებინა. სწორედ ამიტომ გადავედი ამერიკულ პროგრამაზე, რაც აპლიკაციაში შევსებებში ძალიან დამეხმარა და ძალიან გამიიღლა ჩაბარების პროცესი. ჩემი სკოლა დღემდე აქტიურად არის ჩართული ჩემს წარმატებაში. სულ ახლახანს დირექტორმა გადმოგცა მე და რამდენიმე ბავშვს პრეზიდენტის საგანმანათლებლო ჯილდო, პრეზიდენტ ტრამპის ამერიკული, რომელიც მსოფლიოში განსაკუთრებულ ლიდერობით და კრეატიულობით გამორჩეულ მოსწავლეებს ენიჭება. ჩემთვის ეს პირველ რიგში უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან იყო დაფასებული ამ დონეზე, უფრო მეტად ზრდის ჩემს мотиваციას და იმას, რომ უფრო მეტად უნდა განვითარდე და უფრო მეტს მივახციო. ერთ-ერთ გამოფენაზე აბუ-დაბიში ეს ლიფტის ჭკვიანი მაკეტი მქონდა გატანილი, რომელიც სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებს. უსაფრთხოების ფუნქციები აქვს, ავტომატიზირებულად მოდის და ჩადის, აქვს ბარათის წამკითხველი RFID, რომლის გარეშეც ვერ იმოძრავებს ლიფტი თუ კონკრეტული ბარათი არ წაიკითხა. მოვიპოვეთ დამსახურებული მედალი, სერტიფიკატი. დუბაის ერთ-ერთი პრინცი იყო ჩვენთან მოსული და ჩვენი პროექტი ძალიან მოეწონა, განსაკუთრებით მოეწონა სადარბაზოს დაცვის სისტემა, რადგან აბუ-დაბიში ძალიან მაღალი დონის სასტუმროები აქვს, რა თქმა უნდა, და დაცულობაც მაღალია, მაგრამ სადარბაზოების დაცვა ნამდვილად არ ჰქონდათ და მაგან გავაუცა. ბავშვობიდან მიყვარდა მათემატიკა, მაინტერესებდა ინჟინერია და ინოვაციები. ყოველთვის ვცდილობდი, რომ კლასში პირველი ყოფილიყავი, წარმოჩენილიყავი, რაღაც განსხვავებული ლიდერობით გამორჩეულიყავი. რაც ძალიან შრომატევადი იყო სირთულეებიც, იყო უძლო ღამეებიც და ბოლოს იყო წარმატება. ამერიკა საკმაოდ შორს არის და არ არის მარტივი, რომ ჩემი ერთი ცხოვრება საქართველოში დავტოვო და მეორე ამერიკაში დავიწყო, თუმცა რომ არა ჩემი ოჯახის მხარდაჭერა, ეს უფრო მეტად გამიჭირდებოდა. ვიცი, რომ იქაც იქნება სირთულეები, მაგრამ მე ყველაფრისთვის მზად ვარ. მომავალში მინდა ჩემი საქმის პროფესიონალი და წამყვანი პიროვნება ვიყო, რადგან ჩემი მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში გამოვიყენო. რადგან საქართველოს არის ადგილი, რამაც ჩემი ხასიათი, მიზნები და ღირებულებები ჩამოაყალიბა.
მე ვარ იაკობ საფარაშვილი, 18 წლის და ჩემი ოცნება შექმნა ისეთი ინოვაცია, რაზეც მთელი მსოფლიო ისაუბრებს.